მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. მინდა მადლობა მოგიხადოთ ყველას, ვინც არხი გამოიწერა, ვინც მილაიქებთ და მიკომენტარებს, განსაკუთრებით მადლობა თქვენ. თხოვნა მაქვს არხის სტუმრებთან, ვისაც არ გამოგიწერიათ არხი, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ. ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის და არხის განვითარებისთვის, ჩემო ძვირფასებო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ გაშლა, სათაურს შემდეგ დავარქმე, უბრალოდ მოусმინეთ თქვენს ენერგიებს, თქვენს სიტუაციას და თუ მიხვდით რომ თქვენთვის არის ეს გაშლა და მნიშვნელოვანია, შემდეგ გააგრძელეთ ყურება, რასაც მიჩვენებს ტარო, მას გადმოგცემთ მე. მაშინ ნახოთ, ვისთვის არის ეს გაშლა, ვისთვის არის ეს გაშლა, რა ხდება თქვენს სივრცეში ამჟამად, ვისთვის არის ეს გაშლა მნიშვნელოვანი, ვისთვის არის ეს გაშლა მნიშვნელოვანი, რა ხდება თქვენს სივრცეში ამჟამად, ვისთვის არის ეს გაშლა. ნახოთ რა ხდება თქვენს სივრცეში ამჟამად, ვისთვის არის ეს გაშლა. ჩემო ძვირფასებო, ძალიან დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფებით ამ მომენტისთვის, შეიძლება ითქვას, რომ არის რაღაც პრობლემა, რისი გადაჭრაც გინდათ, ზოგიერთთან ეს შესაძლებელია იყოს ურთიერთობა, დაძაბული ურთიერთობა პარტნიორთან, ზოგისთვის შესაძლებელია ითქვას, რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ფინანსურ მატერიალური მდგომარეობის გაუარესებას, ჩემო ძვირფასებო. ერთი სიტყვით, რაღაც ძალიან მძიმე ტვირთი გაქვთ, რაც რისი გადაჭრაც და რისი მოგვარებაც გინდათ, ცხოვრებაში ძალიან ბევრი სირთულე გამოიარეთ, ძალიან ბევრი სირთულე გამოიარეთ, ძალიან ბევრი დაკარგეთ და ძალიან ბევრი დაკარგეთ და შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი იმასაც კი იძახით, რომ ფორტუნამ ზურგი შეგაქციათ და რაღაცნაირად თითქოს უკვე დიდი ხანია რაღაცნაირად, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც სასიხარულო მომენტი არ ყოფილა. გინდათ რაღაცის მოშორება. ეს შეიძლება ზოგიერთისთვის იყოს ურთიერთობა, რომელიც ტკივილს აყენებს, რომელიც არის ასე ვთქვათ ტოქსიკური, ურთიერთობა, რომელშიც თავს ვერ გრძნობთ, ასე ვთქვათ, შვიდად შესაძლებელია გამუდმებული უსიამოვნება თქვენს პარტნიორთან, ზოგიერთს შესაძლებელია აი ამ სწორედ გამუდმებული რაღაც კონფლიქტური სიტუაციების გამო ურთიერთობა დასრულებულიც გაქვთ ზოგიერთს და მაინც აი რაღაცნაირად მძიმე ნეგატიურ ფიქრებში ხართ. ოღონდ იცით როგორი მომენტია, ძალიან ბევრი შესაძლებელია ზოგიერთს ბოლომდე არც გაქვთ გამოგლოვილი სიტუაციის დანაკარგი, რაც გქონდათ თქვენ უახლოეს წარსულში. ზოგიერთმა პირდაპირ მნიშვნელობით შესაძლებელია დაკარგა პარტნიორი, ჩემო ძვირფასებო, არც ეს არ არის გამორიცხული. ანუ ნუ დაგვაწყდება რომ საჯარო გაშლაც შემოკარგებოთ და ყველასთან ერთი და იგივე სიტუაცია არ იქნება, ამიტომ თქვენი რაც არის ის მიიღეთ. კიდევ რა ხდება ამ მომენტში თქვენს სივრცეში, რა ხდება კიდევ? ნუ რაღაც საკითხში არის რაღაც საკითხი, რაშიც საკუთარ თავს ადანაშაულებთ და საკუთარ თავს ერთი სიტყვით საკუთარ თავს იდანაშაულებთ, არ ვიცი რაში, მაგრამ იძახით რომ აი თქვენი ბრალია ის რომ რაღაც არ გააკეთეთ ისე, როგორც უნდა გაგეკეთებინათ, შეიძლება ზოგიერთი თქვენგანს ამ მომენტისთვის არც გქონდეს ურთიერთობა, ანუ ერიდებოდეთ ურთიერთობას საზოგადოებასთან, ახლობლებთან, ზოგიერთი პირდაპირ გაგებით შეიძლება ითქვას, რომ ჩაკეტილი ხართ საკუთარ თავში, საკუთარ სივრცეში და აი ამ მძიმე ფიქრებით იდანაშაულებთ თავს, რომ რაღაც თავის დროზე შეიძლება ითქვას თქვენი მიზეზით, ეს თქვენი ფიქრები არ არის აუცილებელი, ჩემო ძვირფასებო, უბრალოდ თქვენი დანაშაულებთ საკუთარ თავს, ასე რომ რაღაც სწორი არჩევანი ვერ გააკეთეთ, ან შესაძლებელია ეს იყოს, ხო, ნუ იცით როგორი მომენტია, სათავის დროზე არ არის გამორიცხული, რომ თქვენმა რაღაც არასწორმა ნაბიჯმა, არასწორმა ქმედებამ, რომელიც გავიმეორებ ისე რომ ძალიან ბევრთან იქნება რეზონირებაში, ისე რომ შესაძლებელია არასწორი პარტნიორი აირჩიეთ თქვენს ცხოვრებაში, შესაძლებელია თქვენს პარტნიორთან მიმართებაში რაღაც ისეთი ხო, ნუ ძალიან ბევრი თავის თავზე იღებდა, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრს თავის ურთიერთობაში, ხო, პარტნიორთან ურთიერთობაში და სწორედ აი ამ ყველაფერმა, რომ ყველაფერს თქვენს მხრებზე იღებდით, ყველა პრობლემის გადაჭრას, ყველა რაღაც საზრუნავებს ოჯახურს, ან არ ვიცი, ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს, აქ ერთი სიტყვით აქ არის მიჩვენებს იმას, რომ რაღაც ქმედებებმა, რომელიც თქვენი მხრიდან იყო, ხო, მიგიყვანათ იმ მდგომარეობამდე, რომ თქვენ და თქვენი პარტნიორი დაგაპირისპირათ, შეიძლება ითქვას ან დაგაშორათ, დაკარგეთ ურთიერთობა, ის სტაბილური ურთიერთობა, რომელიც გქონდათ და ან პარტნიორმა, რომელიც თქვენთვის იყო ძვირფასი, სხვაში გაგცვალათ და შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტისთვის
ამ მომენტისთვის თქვენი საკითხი ურთიერთობის არის რაღაც განხილვის საგანი, ასევე შესაძლებელია ზოგიერთთან იყოს ისიც, რომ რაღაც განქორწინების თემაც იყოს ჩემო ძვირფასებო, განქორწინებას ჰქონდეს ადგილი და სწორედ აი ეს რაღაც პრობლემა, რომელიც ურთიერთობას ეხება, ფიქრობთ, რომ მიგიყვანათ განქორწინებამდე, დაშორებამდე ოფიციალურად არ ვიცი, მაგრამ თქვენ ერთ დროს იყავით წყვილი, რომელიც როგორ გითხრათ, ჰქონდათ ურთიერთობა, მაგრამ ახლა რატომღაც ეს საკითხები არის რაღაც პრობლემები, რასაც ნანობთ ძალიან და რისი მოშორებაც გინდათ ერთი სიტყვით. არ არის ისევ გამორიცხული აქ ზოგიერთი თქვენგანი იყოს განქორწინების ზღვარზე. იცით რა არის? ხო, აქ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრთან რეზონირებაში იქნება ისე, რომ ერთ დროს თითქოს კარგად დაწყებული ურთიერთობა, გრძნობით დაწყებული ურთიერთობა გადაიზარდა უსიამოვნებაში, ჩხუბში, აყალმაყალში და ისევ გავიმეორებ ამაში შესაძლებელია საკუთარ თავს ადანაშაულებდეთ და ადანაშაულებდეთ იმის გამო, რომ თავის დროზე არ მიიღეთ რაღაც გადაწყვეტილება, თავის დროზე არ მიიღეთ რაღაც ზომები და ახლა ხართ რაღაც გამოუვალ სიტუაციაში. ზოგიერთი თქვენგანი აქ მიჩვენებს იმას, რომ შესაძლებელია მანძილითაც იყოთ დაშორებული, სადმე იყოთ წასული და იმის გამო, რომ რაღაც მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და ერთი სიტყვით ეს გადაწყვეტილება თქვენ ადვილად არ მიგიღიათ. ეს რაღაც მოულოდნელად მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ და სიტყვაზე გადაგედგათ ეს ნაბიჯი, მაგრამ ვფიქრობ, რომ თქვენ ის ნაბიჯი, რომელიც გადადგით, შეიძლება ფიქრობთ, რომ სწორედ ამ ნაბიჯმა გამოიწვია რაღაც ურთიერთობის გრევა. რაღაცნაირად იცით როგორი მომენტი აქვს. მანიპულაციის, ანუ შეიძლება სხვისი მხრიდან გახდით მანიპულირების ობიექტი, რომ არის რაღაც, არ ვიცი, თქვენს გარშემო არიან პირები, რომლებიც თქვენში ხედავენ რაღაც რესურსს და გიყენებენ, ასე ვთქვათ, თავიანთი ჩანაფიქრებისა თუ თავიანთი მიზნების განსახორციელებად. აი ნახეთ, როგორც თოჯინა, რომელსაც როგორც საიდკენაც უნდათ იქით მიმართავ. აი ესეთ ობიექტად იქეცით. არ ვიცი ვის ხელში, ეს თქვენ უკეთესად იცით, აი იმპერატორი ამოვიდა, ერთი სიტყვით, რასაც გეტყვიან, არის თქვენ ცხოვრებაში ესე იგი პიროვნება, ვისაც თქვენზე აქვს გავლენა, ჩემო ძვირფასებო. და სწორედ აი ამ პიროვნების ინტერესების, როგორ გითხრათ, რასაც ეს პიროვნება გეტყვით, ან როგორც გეტყვით, ან რასაც უნდათ, იმას გაკეთებინებთ ერთი სიტყვით. და სწორედ ეს არის, რომ აი გინდათ უკვე ამ ყველაფრის დასრულება, ნახეთ, ამ არკანს ქვია აბორტი, მოშორება გინდათ იმის გამო, რომ რაღაც იდანაშაულებთ საკუთარ თავს, სწორედ იმაში, რომ თავის დროზე რაღაც სწორი არჩევანი ვერ გააკეთეთ, ჩემო ძვირფასებო. ასეთი იყო სიგნიფიკაცია, თქვენი თუ გეცნოთ საკუთარი თავი და სიტუაცია, არ დაგვავიწყდეს, რომ არ არის აუცილებელი საერთო საჯარო გაშლაში ყველასთან ერთი და იგივე რეზონირდეს, რაც თქვენია ის მიიღეთ, რაღაც პროცენტი მაინც რეზონირდება თქვენთან და რაღაც მინიშნებებს მაინც მიიღებთ, ჩემო კარგებო. მოდი მე მინდა თუ სიგნიფიკაცია გეცნოთ და საკუთარი სიტუაცია და თავი, მაშინ გავაგრძელოთ ყურება და ნახოთ რა სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში, თავად ჩაიფიქრეთ პერიოდი, რა გაგიხარდება და რა, ასე ვთქვათ, თქვენთვის სასიკეთო ცვლილებები რა იქნება, რა ცვლილებები გელოდებათ თქვენს ცხოვრებაში. ნახოთ, მოდი პირადი ნახოთ, სამუშაოსთან დაკავშირებული რაღაც ცვლილებები ნახოთ, ვისაც აინტერესებს სამუშაო სფერო, ვისაც აინტერესებს როგორ განვითარდება, ხო? და ასევე ვისაც აინტერესებს ფინანსური სფერო, მოდი გავაერთიანოთ სამივე და ცალ-ცალკე, ვისაც რომელი სფერო გაინტერესებთ, იმ სფეროზე გაამახვილეთ თქვენი ყურადღება. მაშინ ნახოთ, რა ცვლილებები გელოდებათ პირად ცხოვრებაში, ჩემო ძვირფასებო, რა ცვლილებები გელოდებათ პირად ცხოვრებაში,
ვისაც სამუშაოსთან დაკავშირებული რაღაც საკითხები აინტერესებს, რა ცვლილებები გელოდებათ თქვენ სამუშაოსთან დაკავშირებით, როგორ წარიმართება? და მოდი ვნახოთ ფინანსური სფეროც, ფინანსებში როგორ განვითარდება პერიოდი, თავად ჩაიფიქრეთ სიტუაცია და მდგომარეობა როგორ განვითარდება. ვნახოთ პირადში რა გელოდებათ, პირადში ამოვიდა კვერთხის მეფის შემოძვირფასებობისაც გაქვთ რაღაც ურთიერთობა კვერთხის მეფესთან, ანუ კომუნიკაცია გაგრძელდება, არ არის გამორიცხული, რომ კვერთხის მეფე დაგეხმაროთ თქვენთვის საინტერესო საკითხში, მნიშვნელოვან საკითხში. ერთი სიტყვით, აქ კვერთხის მეფესთან, თუ არ ხართ ურთიერთობაში, მაშინ გექნებათ შეხვედრა კვერთხის მეფესთან, ოღონდ ცოტა ეს იქნება ცოტა დროში გაწელილი, მაგრამ აუცილებლად მიიღებთ კვერთხის მეფისგან რაღაც სასიამოვნო და სასიხარულო გვერდში დგომას. არ არის გამორიცხული, რომ ფინანსური მდგომარეობის რაღაც გაუმჯობესება იყოს, არ არის ასევე გამორიცხული, რომ პირად ცხოვრებაში თუ ამ მომენტისთვის კვერთხის მეფე თქვენს გვერდით არ იმყოფება, დაბრუნდება ეს პიროვნება თქვენს ცხოვრებაში, შემოძვირფასება, იმიტომ რომ აქ მე მიჩვენებს იმას, რომ ზოგიერთი შესაძლებელია ამ მომენტში რაღაც გავლებული გაქვთ ზღვარი, ბარიერი გაქვთ კვერთხის მეფესთან და რაღაც მოლოდინებში ხართ შემოძვირფასებო და ვინც ხართ ასე ვთქვათ ნაწყენი ან გაბუტული და ან დროებით რაღაც პაუზაში მყოფი კვერთხის მეფესთან აუცილებლად იქნება მისი მხრიდან რაღაც ნიშნები იმის, რომ რაღაც კომუნიკაციის და ურთიერთობის აღდგენის ნიშნები შემოგარგებო, ვინც არ ხართ ურთიერთობაში და ელოდებით, რომ გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში კვერთხის მეფე, მამაკაცი ხო არ აქვს ნიშნობა კვერთხის მეფე იქნება ეს პენტაკლის მეფე და ახლის მეფე, ერთი სიტყვით აუცილებლად გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაშიც, ისე რომ რაღაც სასიხარულო ნამდვილად იქნება თქვენთვის, ეს იქნება რაღაცნაირად იმედის მომცემი და ნახოთ აბა სამსახურებრივ სფეროში არ არის გამორიცხული ზოგიერთმა რაღაც დამატებით შემოსავლის წყარო გამოძებნოს საქმიან სფეროში, ხო? აუცილებელი არ არის სამსახური გქონდეს, ყველას ჩვენი რაღაც საქმე გვაქვს. დამატებითი შემოსავალი გაგიჩნდეთ, ასევე სასიხარულო იქნება ის, რომ შეიძლება მოგიწიოთ რაღაც კვალიფიკაციის ამაღლება ან რაღაც თანამდებობის რაღაც ერთი საფეხურით წაწევა ცხოვრებაში, რაღაც შემოთავაზება მიიღოთ აუცილებლად საქმიან სფეროში, თუ ელოდებით რაღაცას, რაღაც ასე ვთქვათ საბუთებთან დაკავშირებით რაღაცის მოგვარებას ან ინფორმაციას, ეს გადაწყდება შემოძვირფასებო თქვენთვის სასიკეთოდ აუცილებლად მიიღებთ დახმარებას და თუ სამსახური გაქვთ ისევ და ისევ გავიმეორებ, რომ არ არის გამორიცხული, რომ თქვენი ხელმძღვანელობისგან ან თქვენი დამსაქმებლისგან რაღაც ახალი შეთავაზება მიიღოთ, რომელიც თქვენ უფრო წინ წაგწევთ ცხოვრებაში და სამსახურებრივ სფეროში და ვინც არ ხართ დასაქმებული, აუცილებლად მიიღებთ რაღაც ერთი სიტყვით იმ საქმეს, იმ სამუშაოს, რისი იმედიც გაქვთ და რისი მოლოდინიც გაქვთ. ანუ დადებითად გადაწყდება თქვენთვის შემოგარგებო სამსახურებრივ საქმიან სფეროში ცვლილებები ეს იქნება, რომ ის საკითხი, რომელიც გაინტერესებთ, თქვენთვის დადებითად გადაწყდება, დადებითი რაღაც ნიშნები და ცვლილებები იქნება. ასევე ზოგიერთ შესაძლებელია გამოუჩნდეს დამატებითი რაღაც შემოსავლის წყარო ან ორი საქმე ერთდროულად, ერთი სიტყვით ასეთი დგას საკითხი. ფინანსებში ვნახოთ როგორ იქნება ფინანსებში. ფინანსებში შემოძვირფასებო თუ ამ მომენტისთვის არ გაქვთ რაღაც ფინანსური მდგომარეობა მთლად კარგად, აუცილებლად დაიძრება ეს საკითხი, იმიტომ რომ მაქვს რვიანი კვერთხი და პენტაკლის მეფე არ არის გამორიცხული, რომ დახმარება მიიღოთ მამაკაცისგან ან იმ საქმისგან, რა საქმესაც თქვენ აკეთებთ ერთი სიტყვით. ამ მომენტისთვის თუ შეჩერებულია რაღაც არ ვიცი ფინანსების შემოდინება ამ მომენტისთვის თუ შეჩერებულია თქვენ ცხოვრებაში, ეს სასიკეთოდ დაიძრება ეს გაჩერებული სიტუაცია და შეიცვლება თქვენთვის სასიკეთოდ შემოძვირფასებო, ისე რომ გავიმეორებ, რომ შეიძლება მამაკაცისგანაც მიიღოთ რაღაც რჩევა, დახმარება, არ ვიცი ერთი სიტყვით, ან რაღაც შემოთავაზება, რაც ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და რაც თქვენს მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლის. ხო, აი ესეთი იყო დღევანდელი გაშლა. მადლობას მოგახსენებთ და ნახოთ